საქართველოს ღვინის სამშობლო ამ სახელწოდების ქართული კუთხე გაიხსნა სამარყანდში იუნესკოს გენერალური ასამბლეის 53-მე სესიის ფარგლებში. მთავარი მასპინძელი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. პირველი სტუმარი კი იუნესკოს გენერალური ასამბლეის გენერალური დირექტორი. ისაუბრეს ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. კულტურული ღონისძიებების გარდა ქართულმა დიპლომატმა შეხვედრები აზერბაიჯანის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთანაც გამართა. დეტალები თამუნე ციკლაური შემოგვიერთდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ შეხვედრა. მთავარი საკითხი, რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა და პიტერ სიარტომ პირისპირ შეხვედრისას ისაუბრეს, ბუნებრივია ეხებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, თუმცა განხილვის თემა შეეხებოდა მათ შორის საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების საკითხსაც, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც არის ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი, როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, საქართველოს ევროინტეგრაცია ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოს მხარდამჭერი ამ მიმართულებით. შესაბამისად ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მინისტრებმა შეხვედრისას ისაუბრეს. გარდა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისა, მაკა ბოჭორიშვილს ასევე ჰქონდა შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან და ამ შემთხვევაში უკვე მთავარი საკითხი შეხვედრისას შეეხებოდა უკვე ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობას და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებებით. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგით და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად გქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სამომავლო ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის პოტენციალი უკეთ იყოს გამოყენებული შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ პროექტებს. უნგრეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში განვითარებული ურთიერთობები არის ძალიან ახლო და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არა მხოლოდ საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების განვითარების კონტექსტში, არამედ ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში. მოგეხსენებათ, უნგრეთი არის ცალსახად მხარდაჭერი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე მხარდამჭერი იმ განხილვების ფარგლებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის ევროკავშირის დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობა და მუდმივად აზრების გაცვლა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობებზე, რაც საქართველოსთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი თემაა. კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს წინ უსწრებდა მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან ოდრი აზულესთან და ამ შემთხვევაში უკვე განხილვის მთავარი თემა ეხებოდა საქართველოს პოლიტიკას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით და ამ პროცესში იუნესკოს როლს. უნდა ითქვას ისიც, რომ ოდრი აზულე იყო ერთ-ერთი მთავარი სტუმარი ქართული კუთხისა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა სწორედ ქალაქ სამარყანდში საგამოფენო სივრცეში სახელწოდებით საქართველოს ღვინის სამშობლო, სადაც წარმოდგენილია ყველა ის ინფორმაცია ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შესახებ და შესაბამისად ნებისმიერ მსურველს იუნესკოს გენერალური ასამბლეის დელეგატებიდან აქვს შესაძლებლობა, რომ ქართულ კუთხეში კიდევ უფრო კარგად გაეცნონ ქართულ კულტურასა და ისტორიას. იუნესკოსთან პარტნიორობა და ზოგადად ამ პლატფორმის გამოყენება, თქვენ იცით, რომ 190 ქვეყანაზე მეტი მონაწილეობს დღესდღეობით ამ კონფერენციაში და ასევე 5000-მდე დელეგატია ჩამოსული, ამიტომ ეს იძლევა უმნიშვნელოვანეს პლატფორმას იმისთვის, რომ როგორც ურთიერთობები, ბილეტარული ურთიერთობები გავყარდეს ქვეყნებს შორის, ასევე სხვა აქტივობები და თანამშრომლობები დაიგეგმოს. ამიტომ მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ძალიან ღირსეულად ვართ წელს წარმოდგენილები და მე დარწმუნებული ვარ, ეს სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ გზას გავგეხსნის, როგორც საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო მიმართულებით, ისე სხვა კულტურული თუ სოციალური აქტივობების თვალსაზრისით. წარმოდგენილია ექსპოზიციაზე როგორც ქართული ეროვნული სამოსი და ქართული ეროვნული სამკაული, რომელიც ასევე განთავსებულია ღვინო ქართული წარმოდგენილია, აღწერილია ის ექსპონატები, რომლებიც დაკავშირებულია 8000 ლოვან ღვინის წარმოების კულტურასთან, რომელიც აღიარებულია მოგეხსენებათ იუნესკოს მიერ როგორც კაცობრიობის არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობა, ასევე წარმოდგენილია ის კულტურული ძეგლების სტენდების სახით, რომლებსაც მინიჭებული აქვს ეს სტატუსი იუნესკოს მიერ, როგორც არის ქართული ანბანი, მცხეთა და ასევე კოლხეთის დაცული ტერიტორიები. 5 დღის განმავლობაში იქნება გამართული ქართული კუთხე საგამოფენო სივრცეში და 5 დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა იუნესკოს დელეგატებს, რომ გაეცნონ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საღამოს დაგეგმილია ქართული საღამო, სადაც უკვე დელეგატებს ექნება შესაძლებლობა მოისმინონ ქართული მრავალხმიანობა. მადლობა, თამნე ციკლაური იყო ეს